თქვენ თუ გაგიგიათ ასეთი პროფესია, დროშების გამოცნოლოგი. არა? დღეს გაიგებთ, იმიტომ რომ ჩვენთან სტუმრად არიან ამ საქმის სუპერ პროფესიონალები. ევა ჭოლოკავა და ერეკლე თედორაძე. დედა სასაუბრ მობრძანდით, მოდი. მობრძანდით, აქ დაბრძანდით. ევა, მანდარა, აქ, მოდი. აჰა. ჯერ არ მოვსულ ვართ, უკვე მანდ გინდა დაჯდომა? ევა, დაჯექი შენ, მოდი. ოპა! მე აქ ვიქნები, კაი? ბეზოჯოვინე. მამას აკოცა და ბრუნდება ჩვენთან. შესანიშნავი ამბავია, ტაშით შევხვდეთ. კი ბატონო, მოდი, შენით ამოხვედი. ყოჩა, დაბრძანდით პატივცემულებო. გამარჯობათ, როგორ ახართ? კარგად ხართ? კი. რამდენი წლის ხართ? მამას უნდა კითხოს. დამელოდე მოვალო. კი ბატონო, ამასობაში მე ევას ვესაუბრები. ევა, როგორ ხასიათზე ხართ თქვენ? როგორ ხართ? კარგად ხართ? ეს შეგიძლიათ გამოიღოთ ცოტა ხნით საწოვარა. მანახე როგორ იცი? მანახე როგორ იღიმი? დედა რა ლამაზი ხარ. როგორი საოცარი სილამაზი. რამდენი წლის ხარ, ევა? 2. რამდენის? 2. 2-ის? შესანიშნავია. რა ლამაზი ბაფთები გაქვს თავზე, როგორ მომწონს, რა საოცარი რაღაცა. ერეკლე, შენ რამდენის ხარ? 2-ის ყოფილა ევა, შენ რამდენი წლის ხარ? 3-ის? ერეკლე, ესე დაიღლები და დროშებს ვეღარ გამოიცნობ შენ. ბატონო? რამდენი წლის ხარო? მე გეტყვი რამდენი წლის ხარ შენ, ვიცი. რამდენი წლის ვარ? მამი, რამდენი წლის უნდა გელაპარაკოს. რამდენი წლის ვარ? 3-ის. 3-ის ხარი 3-ის ვარ. 3-ის ვარ. მოდი, აქ მითხარი, რა მამამ რაო, რამდენი წლის ხარო, რა გითხრა მამამ? 3. 3-ის ხარო, ასე გითხრა მამამ? კარგი, მობრძანდი. თქვენ დროშების ცნობა იცით? მართლა? მასწავლით დროშების ცნობა? როგორი კიჭები მაქვს? აბა მანახე როგორი კიჭები. მანახე, აბა ახლოდან მანახე როგორი კიჭებია. თითა რა ლამაზი კიჭებია. ეხლა რაღაცებზე მინდა რომ გესაუბროთ მე თქვენ რა. შენ ლექსი იცი, ევა? რომელი ლექსი იცი? შენ დარწმუნებული ვარ იმდენი ლექსი იცი რომ ხა ფისუნია კატაზე არ შეგაწუხებ. იცი რომელიმე? რა გვარი ხარ ევა შენ? ჭოლოკავა. ჭოლოკავა. შენ მეგრული იცი? კი. ერეკლე, მოდი, სად მიდიხარ? კარგი, რამე ლექსი მითხარი, აბა? მეგრული ლექსი იცი რამე? კი. მეტყვი მეგრული ლექსი? აბა მითხარი. მაგას თუ რო გამოიღებ, გავიგორებთ, ისე ვერა. აბა მითხარი, იქით რო გაიხედო, მიდი, აი იქით იყურე და აბა გითხარი ლექსი. მიდი? მითხარი ლექსი. აი. ფეხზე უნდა დადგე, ეგრე არის ლექსი? კი ბატონო. მოდი აქ ჩამოდი და აქ დავდგეთ, მოდი, მოგეხმარები მე, ანუ ლექსი აუცილებლად ფეხზე უნდა ითქვას, აი ესე, ლამაზად, დიახ, მე მოგისმენთ, აბა როგორი ლექსია? სიმღერა ვიცი, სიმღერა იცი? მიმღერე, მამა. ჩქიმიცილა ბახალი აგები. ჩქიმიცილა ბახალი, მიმღერე, მიდი, აბა, დაიწყე. ან ლექსი მითხარი, ან მიმღერე. დედიკოთა დავიდე და დედიკომ გინდა რომ გიკარნახოს? დედა. ბჟადიდარე ჩქიმი. თუთა მომაგიმი. ჯიფე მულტები და დუდი მაგიმი. საოცარი ლექსი იყო. ყოჩა ღევა, საოცარი გოგო ხარ შენ. ეხა შენ მითხარი, ვინ უნდა გახდე, რომ გაიზრდები? დიდი გოგო. დიდი გოგო, აბსოლუტურად ლოგიკური არის. ბაღში რა ხდება? გიყვარს ბაღში სიარული? ჭამა გიყვარს ბაღში? ალა. არა? ალა. აბა რასაკეთებ ხოლმე ბაღში? საჭმელს არ ჭამ? წიწავე. რას ჭამ, რას? ფაფას. ფაფას? და როგორი ფაფა? რა ფაფა არის? გემრიელია? კიდე რას ჭამ? კარაქიან პურს გაჭმევენ? კი. კიდე? პურებს.
პურებს, ცალკე პურებს გაჭმევენ? კი. შესანიშნავია. იქ ერეკლე მოდის ჩვენთან? ერეკლე მობძანდი ჩვენთან. მოდი ხარ მამიკო? შენ დროშები რამდენი ქვეყნის დროშა იცი? საქართველო. საქართველოს დროშა ვიცი მე მარტო და შენ სხვა ქვეყნის დროშებიც იცი? კი. მართლა? მეტყვი რო განახო, მე მეტყვი რომელია? რომელია? მასწავლე რა, იმიტომ რომ სადმე რო აღმოჩნდე. მოჩდება მალე. მოდი ერეკლეს დაუძახოთ რომ დროშები გამოვიცნოთ. მოდი ერეკლე დროშები გამოვიცნოთ. მოდი. მზად ხარ შენ? აბა მოდი ჩავთოთ რა დროშები არის ვნახოთ. აბა გავუშვათ. აი, ეს რა ქვეყანაა? გერმანია. გერმანია, აბსოლუტურად მართალია. ეს რახე როგორი პარაშუტით ეშვება გერმანია? კი. რა ლამაზი არის, ნახე რა საყვარლობა არის. ლოგო ეს ვინ არის? რა ქვეყანაა? აგენტი. არგენტინა, სორია. მოდი ერეკლე. მოდი შემოუერთდი, აბა. ეხლა გამოვიცნოთ ერთად დროშები. შემდეგი რა ქვეყანაა ეს? კანადა. კანადა. როგორი ყოჩაღი ხარ, ხო? შენ გიკრავენ ტაშს, იმიტომ რომ გეკუტნის. ეს რა არის? ეს ის მექსიკა. მექსიკა? სორია, მექსიკის დროშა. ესა? ბულგარეთი, აბსოლუტურად მართალია. აბა შემდეგი დროშა ვნახოთ, ესეც იცი? კი. ბრაზილია ბურთიანის. ბრაზილია ბურთიანი. სორია, მაგათმა რომ ბურთი იციან, ეგეთი უნდა. აბა ვნახოთ, ეს რა ქვეყანაა? საბერძნეთი. ეს საბერძნეთია, აბსოლუტურად მართალი ბრძანებაა. ერეკლე, შენი დროშებიც მოდის, მოდი, გეხვეწები, რომ გამოიცნო. ერეკლე, არ იცი რა დროშებია ესე? მე დარწმუნებული ვარ, რომ იცი ესენი შენ. ეს ვინ არის? პოლონეთი. პოლონეთი, კი ბატონო. შენ ნამდვილად მაგასაკის ხარ, მამა, რაც მითხარი? ესეთი პატარა რო ხარ. აბა ერთიც ეს ვინ არის? პორტუგალია. პორტუგალია, აბსოლუტურად მართალია. შესანიშნავი იყო, როგორ კარგად გამოიცანი აბსოლუტურად ყველაფერი შენ. ერეკლე, შემდეგი მითხარი? ეს მალე მოვა. არ უნდა უბრალოდ. აი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დროშა იცის, უბრალოდ ეხლა არ არის ხასიათზე. კარგი, მოდი მაშინ დავსხედით და მოდი საჩუქრები მივიღოთ ნებისმიერ შემთხვევაში. 3, 2, 1, ჩვენთან მოემართება ფაგიო. დედამ იცის ფაგიო. სპეციალური ფაგები მოგიტანეს, რომ არ გაცივდე და ინფექციისგან დაცულიყო და ახლა კი ლოკომოკოს ლომი. ნახე რა საყვარელი ლომი მოდი. რატო რა? აჰა, მე გამოვარდნევ შენთვის საჩუქარს, რომ არ მოგიახლოვდეს, რომ არ შეგეშინდეს. აჰა. აი ესეთი საჩუქრებია შენი, ოღონდ ცოტა მძიმეა. მე წამოგიღებ. ესე იგი ძალიან რთული არის დროშის გამომცნობ ხალხთან ურთიერთობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ დღევანდელი ჩვენი სტუმრები გახდათ ევა ჭოლოკავა და ერეკლე თედორაძე.